დღეს მოვინახულე მზია მეხუთე დაწესებულებაში და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მასთან მიმართებით. საუბარია მისი დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების არაერთ ფაქტზე, რომელიც მოხდა როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე პოლიციის განყოფილების შენობაში. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა იმ ოთახში შესვლას, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე მყოფმა სხვა პოლიციის თანამშრომლებმა ის შეაკავეს რამდენჯერმე და ამით თავიდან აერიდეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი დგებუაძეს მიეცემოდა ამის შესაძლებლობა. ასევე ერთ-ერთი ასეთი შესვლის დროს მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს, ასევე მისი ბრძანების შესაბამისად მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის უმძიმესი ფაქტები, რომელსაც ჭირდება სასწრაფო გამოძიება. ეს ადასტურებს არასათანადო მოპყრობის ფაქტს, რომელიც ექვემდებარება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებას და ჩვენ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ სათანადო კვალიფიკაციით გამოიძიოს ეს შემთხვევა, ასევე დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი